ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან სასულიერო პირები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ელექტრონული მოწმობის ალტერნატივის შემოღებასთან დაკავშირებით. ქორთიათ მერიოში სამუშაო შეხვედრაც შედგა, სადაც ID ბარათებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებენ. შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქე და უმრავლესობა თანახმა ალტერნატიული საბუთის დაშვებაზე ორგანიზატორები ელექტრონული ბარათების შემოღებას ადმინისტრაციულ ზეწოლად აფასებენ და იუსტიციის სამინისტროს 30,000 ხელმოწერის მოთხოვნის დაკმაყოფილებას თხოვენ. ალტერნატივის დაშვება არ უნდა ამდენითვე შეიძლება მუშაობას დასჭიროებოდა ოსა ID ბარათი შემოდიოდა. ძალიან ასე თქვა ცოტა წყენა შემოვიდა იმ კუთხით, რომ პლებიცისტური კვლევა, რომელიც იგივე იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ხდება, სამწუხაროდ აშუქებს თემას ასე, რომ მოგწონთ თუ არა ID ბარათი. ეს უნდა მოხდარიყო ეს კითხვის დასმა, უნდა მოხდარიყო, როცა ხალხს თავს მოახვიეს 2 წლის წინ. დღესდღეობით ალტერნატივაზე თუ ჩვენს ასითვალისწინებენ და ასეთ ფონს კნიან, რომ ჩვენი 30,000 ხელმოწერა რაღაცას ნიშნავს ამ ქვეყანაში. კითხვა უნდა იყოს დასმული ალტერნატივაზე, რამდენად სურთ და ეს ალტერნატივა ყველა სურდა. ჩვენ გამოვხატავთ იმ მაუარებელი საზოგადოების წარმომადგენელთა გულისხმას, რომელიც სამართლიანად ითხოვენ, რომ ქვეყანაში იყოს არჩევანის თავისუფლება და დაშვებული იქნეს ალტერნატიული საშუალებები. ეს არის ფუნდამენტური ადამიანის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.